ნეტგაზეთისა და ბათუმელების დამფუძნებლის პოლიტპატიმარ მზია ამაღლობელის ადვოკატი მაიამ წარიაშვილი ოცნების პრემიერის ირაკლი კობახიძის მიერ გუშინ რუსთავიორის ეთერში მედია მენეჯერის შესახებ გაკეთებულ კომენტარს პასუხობს და ამბობს, რომ კობახიძის განცხადებები ამაღლობელის უდანაშაულობის პრეზუმპციის აშკარად დარღვევა იყო. წარიაშვილის შეფასებით კობახიძემ საჯაროდ და დაუფარავად აჩვენა, რომ ამაღლობელის წინააღმდეგ პოზიციონირებს და მისი ციხეში ყოფნა სურს. ირაკლი კობახიძემ 16 აპრილს რუსთავიორის ეთერში თქვა, რომ ამაღლობელი მსხვერპლი არ არის და როცა ირაკლი დგებუაძე შეურაცხყოფა მიაყენა, ის კონკრეტულ დავალებას ასრულებდა. წარიაშვილმა ბრიფინგის დროს მედია მენეჯერზე ოცნების პრემიერის მიერ გაკეთებულ ყოველ ფრაზას კონკრეტულად უპასუხა და თქვა, რომ კობახიძის კომენტარები საზოგადოებაში პოლიტპატიმარ მზია ამაღლობელზე ნეგატიური განწყობების შექმნას ემსახურებოდა. ამ ფრაზებიდან ბატონ კობახიძეს მინდა დავუდასტურო, რომ მზია ამაღლობელის ქმედება შეიძლება შეფასდეს მხოლოდ როგორც შეურაცხყოფა, როგორც მან თავად ბრძანა სხვათა შორის, მაგრამ მის და გასაკვირად მინდა მას ვუთხრა, რომ შეურაცხყოფა არ არის სისხლის სამართლის კოდექსით დასჯადი ქმედება. მან ბრძანა, რომ მზიამ შეურაცხყოფა მიაყენა პოლიციელს. შესაბამისად, ასეთ პირობებში მისი ბრალდება და პატიმრობა გახლავთ უკანონო. შემდეგ მან ბრძანა, რომ მზიას ამოცანა იყო პოლიციელის ღირსების შელახვა. შესაბამისად, მას ასევე მინდა შევახსენო, რომ პატივი და ღირსება არ გახლავთ სისხლის სამართლის კოდექსით დაცული ობიექტი. არამედ პატივის და ღირსების დაცვა ცივილიზებულ მსოფლიოში ხდება სამოქალაქო სამართალწარმოების წესით, რაც არ უნდა უცნაური იყოს ჩვენს ქვეყანაშიც დღემდე სამოქალაქო სამართალწარმოების წესით ხდება პატივის და ღირსების დაცვა და არა სისხლის სამართლის წესით, ისე როგორც ეს მზია ამაღლობელის საქმეზე გადაწყვიტეს შესაბამისმა ორგანოებმა. მედია მენეჯერი მზია ამაღლობელი 11 იანვრის ღამეს ბათუმის პოლიციის უფროსის ირაკლი დგებუაძისთვის სახეში ხელის გარტყმის გამო პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით დააკავეს. დაზარალებულად მიჩნეული დგებუაძე ამბობს, რომ დარტყმის შემდეგ გაუწითლდა ლოყა და ყური და განიცადა ტკივილი. ამაღლობელის საქმეს სანქცირებული მოსამართლე ნინო სახელაშვილი განიხილავს, რომელსაც სისხლის სამართლის მიმართულებით კვალიფიკაცია არ აქვს. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში ამაღლობელს 4-დან 7 წლამდე ვადით პატიმრობა ემუქრება.